მოგესალმებით. საინტერესოა თუ დაგმართნიათ ისეთი რამ, რის გამოც მთელი ცხოვრება გწვენიათ. და თუ ეს 100 დღეს აუცილებლად იგრძნობთ თავს უკეთ, რადგანაც ამ ვიდეოთან ნაკლების გმირები საჯაროდ შერწყმენ. ისინი არა მარტო შერწყმენ, არამედ ცნობილები გახდნენ სოციალურ ქსელებში. ისინი სულელურად ეცემიან, შიშის დროს არანორმალურ ხმაზე გაგკივიან, ჩელენჯებში წარუმატებლები რჩებიან, ერთი სიტყვით ყველასათვის დასაცინები ხდებიან. უყურეთ ბოლომდე, იცინეთ და მიიღეთ ბევრი ადრენალინი. წავედით. პოზირება ტალღებში. რაოდენ საშიშიც არ უნდა იყოს ზღვის ტალღა, მის ფონზე გადაღებული ფოტო ყოველთვის აცთუნებს ადამიანებს. აი, ამ გოგონებაც გადაწყვიტეს, კარგი კადრი დაეჭირათ. თუმცა ტალღამ ერთი მათგანი ლამის კოსმოსში გააფრინდა. გამძლე საცურაო კოსტიუმი. ამ გოგონას ძალიან გაუმართლა. მისი მეგობარი ბიჭის სურვილი იყო შთამბეჭდავი კონტენტი შეექმნა ინსტაგრამისთვის. თან ისვენებდე და თან საყვარელ საქმეს აკეთებდა, ეს ძალიან მაგარია. ის გოგონას იდეებს აწვდის. ძვირფასო გადმოხდი მაქიდან და მე ექშენ ფოტოს გადავიღებ. გოგონა ხტება. და აი რა. საბრალო. მაგრამ დააკვირდით ტრუსის გამძლეობას. შეიძლება ითქვას, რომ უმაღლესი ხარისხია. არათუ გაიხა, პირიქით დაიჭირა კიდეს გოგონა. მე მაინც ფიქრობ, რომ დადგმულია ეს სცენა. თქვენ როგორ ფიქრობთ? ცნობისთვის ეს ვიდეო ვირუსულად გავრცელდა სოციქსელებში და ძალიან პოპულარული გახდა. ყველაზე თავდაჯერებული. ეს ბიჭი თავის თანატოლს არწმუნებს, რომ ყველაზე კარგად გამოსდის წყალზე ქვის გასრიალება. და არა მარტო ქვის გასრიალება, ის ხტომაშიც მაგარია, მაგრამ სულ გაილუმპა. აი როგორ გუყავს ზედმეტი თავდაჯერებულობა. მიდი პაკუს, მიდი. უფროსები ზედმეტად ამაყები არიან და პატარებს სათანადოდ ვერ აფასებენ. მიდი პაკუს, მიდი. აბა თუ დაიჭერ ჩემ კუც. ხომ იცი რომ არ გამოგივა პატარა ლაწირაკო. უხშენი. რაც არის შეეშვი. სკეიტბორდი ექსტრემალური სპორტის სახეობაა. მიუხედავად ხანგრძლივი ვარჯიშებით მიღებული ოსტატობისა, ხშირია ტრავმები. წარმოიდგინეთ ადამიანი, ვინც ამ სახეობის აზრზე არ არის. აი შედეგიც, პირდაპირ სახით. რაც არის შეეშვი რა. ასორი წლის იუბილე. რა მაგარია, როცა 102 წლის იუბილეს აღსანიშნავად ტორტს უყიდი ბებოს. სანთლებს აუნთებ და ჩააქრევ ეტყო. ხელებს იფშვნეთ გემრიელი ნაჭრის მოლოდინში. უცებ კი გონი მთელი ტორტის შეჭმა მხოლოდ ბებომ გაიჩალიჩა. ფრთხილი და დაკვირვებული. ეს ბიჭი ძალიან ფრთხილი და დაკვირვებულია. იცის რომ სველი ფლოსტებით სრიალა იატაკზე გავლა სახიფათოა, ამიტომაც ფრთხილად მიდის. იცის რასაც აკეთებს. უი, არ გაამართლა მისმა სტრატეგია. საინტერესო კუდუსუნი ზვალი რა დღეში ექნება. აკრობატი კატა. აკრობატები არა მარტო ადამიანები, არამედ კატებიც არიან. ტრიუკები შეიძლება შემთხვევით, მაგრამ ძალიან ოსტატურად გამოუდით. აბა შეხედეთ. ნეტა რამში აშინა. ნუდას სინებს სხვასაო. მეგობრები წყნარად ჩამოდიან დაღმართზე. ერთი მსუქანი მეგობარი მსუბუქად ეცემა ბალახზე. მეორე მსუქანი კი დასცინეს. ნუ სხვა ვარიანტი გამორიცხულია. თუმცა ნათქვამია ნუდას სინებს სხვასაო. და აი დაცემა ეს იყო თუ იყო. წყალში ხტომის დიდოსტატი. წყალში ხტომა სიმაღლიდან განსაკუთრებულ ოსტატობას მოითხოვს. ყველაფერი გასათვალისწინებელია, სულ თქვა, მოძრაობის კონტროლი და ასე შემდეგ. მცირე დეტალით რომ არ გააკეთო ისე როგორც საჭიროა, შეიძლება ფიასკო განიცადო. თუმცა აბუგოს აშკარად ეთყობა, რომ აზრზე არაა. წარმოიდგინეთ როგორ ეტყინებოდა და როგორ დასცინებდნენ ალბათ ხვდებით. რატომ შვილო, რატომ? ნეტა საფლიძო, რას ეძებს? ბავშვიც აფრთხილებს არ ქნაო. აი, გაიჩალიჩა.
რატომ შვილო, რატომ? გამოიცანით ვინ უფრო ჭკვიანია. ვინ იცის აუში რამდენი ექნებოდათ გადახდილი, თუმცა არანანებად ალბათ რომ გაჭან. სამაგეროდ სერფინგი ხომ მოაწყვეს. ხვალ კიდევ იყიდიან ახალ აუზს და ალბათ ნავით გაისეირნებიან. ვინ უფრო ჭკვიანი გგონიათ, ცოლი თუ ქმარი? ასჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერიო ნათქვამია. ეს ბიჭი ნამდვილად არ არის წინდახედული. დარწმუნებული ვარ საშინლად ტკივნეული იქნებოდა. მატყუარა. აქ ბევრის თმა არცაა საჭირო. მხოლოდ იმის აღნიშვნა შეიძლება რომ ეს პუტკუნა ქალი ძალიან მატყუარა. პირველი არც ისე, მეორე ეს არც ისე მტკივნეული იქნებოდა. ეს კი გონი კი წინვალე ტრიუკი. ბუნება შემოქმედებითი ნიჭით რომ დაგაჯილდოვებს, ბევრი წინ ხარ. აი ეს გოგო. ეს ხომ საერთოდ. მოკლე კაბა და ნულოვანი გრავიტაცია. იმ გოგონების საყურადღებოდ, ვინც თვითფრინავით გადაწყვიტა გასეირნება. აჯობებს არ ჩაიცვათ მოკლე კაბები, განსაკუთრებით კი ისეთ თვითფრინავში, რომლითაც ნულოვან გრავიტაციაში უნდა განხორციელდეს განსაკუთრებული ტრიუკი. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია მსგავსი რამ მოხდეს. ნულოვანი გრავიტაციისას თუ ღვედი არ გიკეთიათ, სალონში დაიწყებთ აქეთ-იქეთ ფრენას და კიდურების დამორჩილებაც ძნელი იქნება ალბათ. ფაქტი სახეზია. მოკლედ დღეისათვის სულ ეს იყო მეგობრებო, იმედია მოგეწონათ დღევანდელი ნაკრები. დაალაიქეთ აუცილებლად თუ გინდათ ეს თემა კვლავ რომ გავაგზავნო. დაწერეთ ყველაზე მეტად რომელი ეპიზოდი მოგეწონათ. მე ახალი ვიდეოთი დაგიბრუნდებით. ნახვამდის.